რეკლამის შემდეგ საქმე ენდილით განვაგრძობთ ეთერს და სხვათაშორის ძალიან საინტერესო ამბით. საქართველოს, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს, უძველესი დროიდან ითვლება ვაზის და ღვინის სამშობლოდ. ამ ფაქტს ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, დოქები, რომელშიც ჩარჩენილია სხვათაშორის ყურძნის წიფწები, ღვინის დასამზადებელი თიხის და მეტალის ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები და თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5-მე-5 ათასწლეულებით. დროის ამავე პერიოდში დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნეში დაბადებულა ვისკიც, ოღონდ საქართველოში არა. დრო შესაძლოა ათასწლეულების შუალედში ემთხვევა, მაგრამ ადგილი სრულიად განსხვავებულია და საქართველოსგან კარგად მოშორებითაც. ვისკის წარმოშობის ისტორიის დაწყების ისტორიაში ამბობენ, რომ მწვანე კუნძულზე დისტილაციის მეთოდი თავად წმინდა პატრიკის ხელმძღვანელობით მისიონერმა ბერებმა ჩაიტანეს იორდანიიდან, სადაც ეს ყველაფერი ჯვაროსნებისგან უსწავლიათ. ეს არის მაგარი სპირტიანი სასმელი, რომელიც ნატურალური მარცვლეულის, წყლის და საფუარისგან მზადდება. სასმელი მუხის ან ალუბრის კაცრში ინახება. მისმა ძლიერებამ და არომატების ფართო პალიტრამ ბევრი ქვეყანა დაიპყრო და შედეგად გაჩნდა ვისკის უამრავი ნაციონალური ვარიაციაც. აი ახლა უკვე ქართულიც. ღვინის სამშობლოში ვისკის ბაზარზე ახალი ბრენდი ქართული წარმომავლობით ჯიმშერი პოზიციონირებს. სწორედ ჯიმშერ ჩხაიძე სასკანელის მეფის დამფუძნებელს მასწავლებს საქმე ენდილაში. მოგესალმებით, მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად. ღვინის სამშობლოს ისტორიით იმიტომ დავიწყო, რომ ასკანელი ძმებიც პრინციპში ღვინით არის ცნობილი და თან საკმაოდ პოპულარული, ბევრი ჯილდოს მფლობელი და ძალიან წარმატებული პროექტია, შეიძლება ასე ვთქვათ. ვისკთან როგორ მიხვედით? თან ქართული ვისკი რაღაც ცოტა უცნაურადაც ჟღერს ერთი შეხედვით. მოგესალმებით. ნამდვილად საქართველოს ძალიან უდიდესი ტრადიციები აქვს და ძალიან ბევრი ასე ვთქვათ სახეობის ღვინო, ბევრი სახეობის სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს, ასე ვთქვათ, ჩვენი კომპანიაც მათ შორის და დიდი ტრადიცია გაგვაჩნია, მაგრამ ვისკის წარმოება სრულიად ახალი ფურცელია ჩემი აზრით, ანუ ქართულ ალკოჰოლური ბიზნესის ისტორიაში, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესოა. არა, ასკანელიზმების ნამდვილად. დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო, ეს არის სრულიად ახალი პროდუქტი, რომელიც მიიღება სრულიად ქართული, ასე ვთქვათ, ღვინის ნამყოფ კაცრიდან, რომელშიც მანამდე ღვინო ესხა, რომელშიც მანამდე ბრენდი ესხა, ანუ სრულიად ახალი ქართული ხასიათის მქონე ვისკი მივიღეთ, რომელიც არა მარტო ქართული ბაზრისთვის იქნება საინტერესო, არამედ მსოფლიოს ვისკის მოყვარულებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ეს ასე ვთქვათ, ბოლო დეგუსტაციებზე გერმანიაში, პოლონეთში ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი, საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიხატა, ასე ვთქვათ. როგორც ვთქვი, რამდენიმე ქვეყანა უკვე არსებობს, რომელიც დაინტერესდა უკვე და მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს ამ დიდ რუკაზე გამოჩნდება როგორც ვისკის მწარმოებელი ქვეყანა, როგორც მაგალითად როგორც იაპონიამ შეძლო. იაპონიამ 25 წლის წინ, 25-30 წლის წინ დაიწყო ამგვარი, ასე ვთქვათ, ახალი იაპონური ვისკის წარმოება და დღეს იაპონია არის ერთ-ერთი ლიდერი ვისკის სამყაროში. ანუ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ვისკი ქართული ვისკი და უშუალოდ ჯიმშერი ხო გახდება საკმაოდ პოპულარული მსოფლიოს ბაზარზე. ანუ ამის ამბიცია გვაქვს და ანუ დაგეგმილია ანუ ამ მიზნისკენ ნაბიჯ მისვლა. 10 წლიანი ფიქრის შემდეგ ერთი თვის წინ პირველად გამოშვებული ვისკი ჯიმშერი უკვე რამდენიმე ქვეყანა. არა მარტო ფიქრის შემდეგ, ანუ 10 წლის წინ 10 წელზე მეტი გავიდა შესწავლა, დაკვირვება და გაანალიზება თუ როგორ. თორე საკმაოდ რთული პროცესია რომ მივიდეთ რაღაც ფორმულამდე. ანუ ამას სჭირდება დაკვირვება, ამას სჭირდება წლები უნდა თან ამ პროცესს სჭირდება წლები რომ მივიღოთ რაღაც შედეგი. ანუ ხო და ამ შედეგებმა რეალურად ბოლო 4 წლის წინ გამოიღო უკვე რაღაც შედეგი და ანუ სანამ მივიდოდით ჩამოსხმამდე, სანამ უკვე პროდუქციას შევფუთავდით და ასე ვთქვათ გამოუშვებდით, ამას გარკვეული დრო დაჭირდა, რა თქმა უნდა. და ამის ფიქით უკვე ანუ ასორტიმენტი გაიზრდება, დაემატება სხვადასხვა სახეობები და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება არა მარტო ქართული, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვის ძალიან საინტერესო და უკვე არის, მინდა გითხრათ. ქართულ ბაზარზე ფიქრობ თუ არა, რომ იქნება კონკურენტუნარიანი მათ შორის ისეთი ვისკების, როგორც თქვენ ახსენეთ, თქვათ იაპონია, შოტლანდიური ვისკი ან ანუ ფიქრობ თუ არა, ამ ერთი თვის შედეგად რეალურად შეძლებს, რომ ჯერ საქართველოში გახდეს ის კონკურენტუნარიანი. იცით რა თქმა უნდა, კონკურენცია დიდია. და დიდია, ასე ვთქვათ, ისეთი კომპანიები არსებობენ, რომელსაც 100-ზე მეტი წელი აქვს ტრადიცია და უზარმაზარი, ასე ვთქვათ, ისტორიის მქონე კომპანიები არსებობენ ბაზარზე, მაგრამ
ჩვენ რა თქმა უნდა იმ ჩვენი მარკეტინგული გათვლით, იმ ჩვენი ფილოსოფიით, იმ ჩვენი რაღაც კონკრეტული იდეოლოგიით ვაპირებთ, რომ კონკურენცია გაუწიოთ და ზუსტად ბოლო დეგუსტაციებმა აჩვენა, რომ არაფრით ნაკლები არ არის. მოდით ასე ვთქვათ. კი, რომ საქართველოს შენაწარმოები ეს გარკვეულწილად ვთქვათ ბარიერია თუ პირიქით გარკვეული პლუსი იმისა ვისკისთვის ჯიმშერი. იცით რა, ეს არის თამამი განაცხადი, მაგრამ გამართლებულია ყველანაირად და ვინც გასინჯა, ყველა დარწმუნდა, რომ ეს არის მაღალი დონის პროდუქტი, ეს არის სხვა სტანდარტი, ანუ ეს არის კონკურენტუნარიანი, ნებისმიერ ანალოგიურ პროდუქციასთან შეგვიძლია შევადაროთ და გარკვეულწილად შეიძლება რაღაც უპირატესობას დავინახოთ ამ პროდუქტში. შევერჩეთ სახელი. სახელი მინდა გითხრათ, რომ მე ანუ ეს არის ტრადიცია. ანუ როდესაც ვისკს, ანუ როდესაც ადამიანი რაღაცას მოიფიქრებს, მოიგონებს, იგივე უნდა შოტლანდიაში, ირლანდიაში ძალიან დიდი პრაქტიკა ამის. ეს არის ვისკის სამყაროში ტრადიცია. თუ შენ სახელს არქმევ, ეს არის იმის გარანტი, რომ შენ პასუხისმგებელი ხარ ხარისხზე. და სწორედ ეს აი ამან განაპირობა რა, რომ მე დამერქვა ჩემი სახელი და სხვა შორის მარკეტინგული ჯგუფი, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობს ამ პროცესზე, მათი დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ ეს არის აუცილებელი. საერთაშორისო ბაზრებისთვის ჯიმშერი ძალიან კარგი, აი ზუსტად საერთაშორისო მარკეტინგული ჯგუფი, რომელთან ერთადაც მე ეს პროდუქციას შევფუთე და ჩამოვაყალიბე, ზუსტად მათი დაჟინებული მოთხოვნით იყო, რომ ეს აუცილებელია, რომ ერქვას ჯიმშერი, არა სხვა რაღაც ისტორიული ქართული სახელი, იმიტომ რომ აბსოლუტურად კონტექსტში ვერ ჯდებოდა. ეს არის შენი საავტორო დამუშავარი, შენი კონცეფცია, შენი ფილოსოფია, ან უნდა დაერქვას შენი სახელი. უბრალოდ ესე შემხვდა, ანუ ბედმომარგუნას ჯიმშერით, რომ მოხმოდა გიორგის დავარქმევდი. ჯიმის ნაწილი უცხო ნამდვილად არის. რაღაც დამთხევაც არის და საინტერესოდ დამთხევაც არის, იმიტომ რომ ძალიან პოზიტიურად ასოცირდება ეს მოხდა ამის გატესტვა, ანუ სხვადასხვა ქვეყნებში და ჯიმშერი არის ანუ მათთვის ძალიან ახლობელი სახელია, მისაღებია, ანუ ძალიან პოზიტიური ეს არის. გითხოთ, ანუ ამ მოლოდინებიდან წინასწარ გასვლებიდან გამომდინარე, პირველ თვეში და პირველი პარტია პრინციპში როგორც მივხვდი, ჩვენ სარეკლამო პაუზის დროს გონდა შესაძლებლობა გვესაუბრა, არ იყო პატარა. რას გეგმავთ მომავალში? რა არის ამბიცია, რომელიც 1 წლის თავზე ან 5 წლის თავზე უკვე ჯიმშერმა უნდა დადოს? კეთილი, გიპასუხებთ. ეხლა უკვე პროექტირება დასრულდა, ანუ ახალ ტერიტორიაზე შეიქმნება სრულიად ახალი პირველი ვისკის საამქრო დიდი წარმადობით, თანამედროვე ადგილი ცნობილია თბილისთან ახლოს ძალიან. და მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება არა მარტო როგორც ასე ვთქვათ წარმოება, არამედ ტურისტული ერთ-ერთი ტურისტული ცენტრი. ანუ ღია იქ არის. არა, იქნება ტურისტების ღია პირველი ქართული ვისკი, ძალიან ლამაზი მოწყობილი. ტექნოლოგიები ქართველები არიან თუ? ტექნოლოგიები ასე როგორც შოტლანდიელები, ასევე ქართველები და ხდება სწავლის პროცესი, ანუ ხდება ამ ყველაფრის ასე ვთქვათ დანერგვა ჩვენს კოლექტივში და მიდის პროცესია საკმაოდ წარმატებული. დარწმუნებული ამ ქარხანასაც აუცილებლად ესტუმრება საქმიანტივი და ჩვენ მაყურებელს სანამუშაოდ თავად ესტუმრებიან ექნება საშუალო მათ შორის ტელეეკრანებიდან. პრეზენტაციაზე წინასწარ ასე ვთქვათ. მადლობა თავის დავიპატიჟე. მადლობა თქვენ. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისათვის და ამ საინტერესო სიახლეების შესახებ ინფორმაციის გაზიარებისათვის ჯიმშერ ჩხაიძეს ასკანელი ძმების დამფუძნებელს მასპინძლობით საქმიან დილაში. ჩვენ